კიევში იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკომ და სააგენტო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსმა ზურაბუტიაშვილმა კიევში ის სამედიცინო დაწესებულებები მოინახულეს, სადაც საომარი მოქმედებების დროს დაზარალებული პაციენტები იმყოფებიან კლინიკებში ვიზიტის შემდეგ. ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ ამ პაციენტთა საკმაოდ დიდი ნაწილი რეაბილიტაციას საქართველოში გაივლის. ჩვენ უკვე დღის განმავლობაში სამუშაო ჯგუფთან ერთად ჩამოყალიბდებით საბოლოო კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე და შეგვეძლება რეალური დახმარების აღმოჩენა, როგორც იმ სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მოქალაქეებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ ამ მოქმედებების დროს, ასევე დაჭრილებისთვის. და ვფიქრობ, რომ ეს გეგმა, რომელსაც დღეს დავასრულებ შემუშავებას, კვირის ბოლოს უკვე ამუშავდება და იქნება ცალსახად შედეგიანი. სამუშაო ჯგუფი შეიქმნა ადგილზე, რომლის შემადგენლობაში დღეს განვიხილავთ იმ საჭიროებებს, რაც მწვავედ უდგას უკრაინის სამედიცინო სისტემას ამ ეტაპზე, ასევე იმ ხანგრძლივ მოქმედ გეგმას და იმ პროგნოზებს, რა შეიძლება რომ დადგეს მომავალში პრობლემის სახით.